მდგომარეობის გამო ეს გადაიდო, უბრალოდ ის ვერ წავა საგამოძიებო სტრუქტურები თავად მივლენ ბატონ თარგამაძესთან სახლში. რამდენიმე წუთის წინ მან ჩვენ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, ვიდრე მისი გამოკითხვა დაიწყებოდა. მე შეგახსენებთ, რომ საქმე აღძრულია დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ კვლელობის მცდელობის მუხლით. მოდით მოусმინოთ გივი თარგამაძის განცხადებას, რომელიც ცოტა ხნის წინ მან ჟურნალისტებთან გააკეთა. ამ წუთას ველაპარაკე კიდევ ერთხელ და მითხრეს, რომ არა იმ უშუალო თემას, ვინც იყო აქამდე, სხვა ჯგუფი მოვა და სახლში ჩავატარებთ ამ საპროცესო მოქმედებას. მართლა კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ადვოკატები არჩევნებთან დაკავშირებით რაიონებში წავიდნენ, მე რა თქმა უნდა ადვოკატის გარეშე არ მაქვს არანაირი პრობლემა ვიცე ჩვენები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს საუბრობს წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ მცირე დარღვევებზე, მაგრამ არა ისეთზე, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვის ქვეშ დადგეს. ციტატა მიუხედავად იმისა, რომ ფიქსირდება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, საერთო ჯამში დარღვევები თავისი ხარისხითა და მასშტაბით არ არის იმდენად პრობლემური, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიის საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნატო შეშფოთებულია ძალადობით, რაც საარჩევნო პროცესში მოხდა. ყველაზე ახალი მანქანის აფეთქებაა საარჩევნო კამპანიამ შვიდგარემოში მაღალი დემოკრატიული პრინციპებით უნდა ტარდებოდეს. დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე დღეს აირაისა და NDI-ის წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს შეხვდა და თქვა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში ყოფნა იმ ცხელთავებს გააცივებს, რომლებიც რაღაც სხვა გზებით და საშუალებებით ამ მრჩევლებზე ზემოქმედებას აპირებენ. დღესვე დღის ბოლოს ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის დავალებით პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ ადმინისტრაციაში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს გიორგი ნაზაროვს უმასპინძლა. როგორც ინტერპრეს ნიუს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის ჩარევას და მის მიერ წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვას. ეს იყო ამბები, რომელიც საარჩევნო გარემოს შეეხებოდა. კიდევ ერთი განცხადება გააკეთა კახი კალაძე, მის ვიცე-პრემიერია და მეორე ნომერია საარჩევნო სიის ერთ-ერთი ლიდერია ქართული ოცნების და კახი კალაძე ამბობს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ასეთი წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა. ნახოთ დაეთანხმება თუ არა მას რომან გოცირიძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ბატონ რომან საღამომშვიდობისა. მოგესალმებით საღამომშვიდობისა. მე თქვენ რომ გიყურებთ, მაქვს ცდუნება რომ ლარზე გელაპარაკოთ, მაგრამ აუცილებლად ამის შესახებ კითხვას ბოლოში დაგისვამთ. ეხლა მინდა წინასაარჩევნო გარემო შევაფასოთ. თქვენ ათეულის წევრი ხართ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი ხართ. დაეთანხმებოდით თუ არა ბატონ კალაძეს, რომელიც ამბობს, რომ ასეთი წინასაარჩევნო გარემო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში არ ყოფილა. ეს დაახლოებით ისეთია, როგორც მათი საარჩევნო პროგრამა. ანუ საარჩევნო პროგრამა, რომ არის დიდი სიცრუე და ასე ვთქვათ, გამეორება იმ ძველი საარჩევნო პროგრამის შეფუთული ფორმით, ამაში ეჭვი არავის არ აპარება. ეს არის ტყუილი. საარჩევნო გარემო არის ძალიან მძიმე. თქვენ ხედავთ რა ხდება ბოლო პერიოდში. ფაქტობრივად სახელმწიფო უშიშროების სამსახური, რომელიც უნდა ზრუნავდეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ჩართული არის პოლიტიკურ პროცესებში, თითოეულ რაიონში, თითოეულ სოფელში აღრიცხვაზე ყავს ადამიანები, რომლებიც განსხვავებულ პოლიტიკური ორიენტაციას არიან, შედგენილი აქვთ კარტოტეკები, მუშაობენ მათზე ინდივიდუალურად, აშინებენ, მიმდინარეობს მოსყიდვები და ეს დავინახეთ თუ როგორ ანგრევენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, ასე თქვა, საარჩევნო კამპანიას, ერთი პარტიიდან გადადის მეორე პარტიაში, ასე თქვა, დეპუტატობის კანდიდატებიც კი ტოვებენ პარტიებს და ბატონ რომან, რასაც ხედავთ თქვენ ასე თვალნათლივ, რატომ ვერ ხედავენ ნეიტრალური დამკვირვებლები პროცესის? თქვენ ვერ ჩაითვლებით, ბუნებრივი ხართ, მოთამაშე ხართ ერთ-ერთი მთავარი ნეიტრალურ დამკვირვებლად. ჩვენ გავაცანით მაყურებელს, მაგალითად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის
ასოციაციის შეჯამება სიტუაციის, სადაც ის ამბობს, რომ არ შეინიშნება ისეთი ტიპის დარღვევები, რომელიც ლეგიტიმურობას ეჭქვეშ დააყენებს. ჩვენ გვახსოვს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება და ასევე დღევანდელი განცხადებები საერთაშორისო აქტორების, რომლებიც საუბრობენ იმის შესახებ, რომ არა ბოლო ფაქტი ყველაფერი კარგად მიდიოდა, საუბარია გივით არგამაძის მანქანის აფეთქებაზე. როგორც კალაძემ თქვა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს სიტყვა ახსენა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთი არჩევნების წინადღეს არც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და არც სხვა ორგანიზაცია არ აკეთებდა განცხადებას, რომ ეს არჩევნები, ასე ვთქვათ, მისი ლეგიტიმურობა ეჭქვეშ დგას. ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, მსხვილი შეფასება. ლეგიტიმურობის ეჭქვეშ დაყენება ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ხდება ძალადობა ამ მომრჩეველზე და ეს ნიშნავს რეალურად წინას განცხადებას იმისას, რომ არჩევნების შედეგები არის ფაქტობრივად არაკონსტიტუციური. გასაგებია, ძალიან მძიმე შეფასება იქნებოდა. ლეგიტიმურობის კონტექსტი ვერ ახსნეს იმას, რომ არჩევნები მიდის ძალიან დიდი დარღვევებით, თითქმის ყველა ბილბორდი ჩვენი რაც იყო მიუწვდა, ასე თქვა, ოდნავ მიფარებულ ადგილას დაწვეს, ჩამოხსნეს, დაანგრიეს. ყველა პლაკატები არის ჩამოხსნილი, ამას აკეთებენ ორგანიზებულად, ამას ეხმარებიან მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, ფაქტობრივად მიდის დევნა, დაშინება და რაც ეს ტერორისტული აქტი მოხდა, ეს ფაქტობრივად იყო დამაგვირგვინებელი ამ საარჩევნო კამპანიის ძალადობრივი ფორმისა. ქართული ოცნების და უკაცრავად მე ერთი დავუმატო, არა მხოლოდ ის ფორმა, რომელიც უხეშად ჩანს, არამედ ფაქტობრივად დაშინებული არის ბიზნესი, ბიზნესს არა აქვს უფლება რომ დააფინანსოს ოპოზიცია, ჩვენ დავინახეთ ზოგიერთი პარტიის დაფინანსების წყაროების გადაკეტვა და ამ პარტიების შემდეგ ჩამოშლა და ფაქტობრივად ბიზნესის დაშინება, რომ მათ მოუწოდებენ მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნებას, ასე ვთქვათ, მისცემ ფული და ეს ფული, რომელიც ქვეყნდება, არის მიზერული, მისი მიასედიც არ არის, რაც რეალურად იხმარება 75 საარჩევნო ოლქში ძირითადად არის ფულიანი ბიზნესმენები, რომლებიც ხარჯავენ მინიმუმ 2-3 მილიონ დოლარს. პირველი 4 მილიონ დოლარი მარტო მაჟორიტარების მიერ არის დახარჯული. ბატონ რომან, მე მაქვს დაფინანსებული 4 ჩამონათვალი. რა თქმა უნდა, ქართული ოცნება ლიდერობს 10 მილიონის შემოწირულობით, თუ მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის პატრიოტთა ალიანსი და შემდეგ მეოთხე ადგილზე მოდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. თქვენ გახსოვთ 2012 წლამდე როგორი იყო ფინანსური გადანაწილება, არ მინდა ვთქვათ წარსულში გადაგიყვანოთ, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ბიზნესის ბუნებაცაა ასეთი, რომ მათ უყვართ სახელისუფლო პარტიაში მეტი რესურსის ჩადება ვიდრე ოპოზიციურ პარტიაში. რა თქმა უნდა, ბიზნესის ეწოლა ყოველთვის კეთდებოდა და ბიზნესი ყოველთვის უფრთხის ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭებას, სამწუხაროდ ეს ჩვენ დროშიც იყო, ასე ვთქვათ, იმ ხელისუფლების პერიოდში, მაგრამ მასშტაბი აბსოლუტურად განსხვავებულია. განსხვავებულია მასშტაბი ივანიშვილის პირადი ქონებისა, რომელსაც 5 თუ 7 მილიარდი აქვს, აგერ 1 მილიონი ასესხა ფული თავის პარტიას, არა იმიტომ რომ მათ 1 მილიონი აკლიათ. 1 მილიონიც აქვს არალეგალურად დახარჯული და 100 მილიონიც. უბრალოდ ლეგალური ხარჯების გატარება იყო საჭირო რაღაც ხარჯებისა, თუნდაც იგივე რეკლამის ფულისა, რომელსაც ტელევიზიებს უხდიან და სადაც ანგარიშწორება არ ხდება ნაღდი ფორმით. ისე ვიმეორებ, ეგრეთ წოდებული ეს ფულიანი ბიზნესმენები ზოგი იძულების წესით არის მაჟორიტარად განწესებული და დაშინებული იმის გამო, რომ მომავალში მათ ბიზნესებს საფრთხე შეექმნება, ზოგი რა თქმა უნდა საკუთარი სურვილით, ხოლო ზოგი იმის იმედით, რომ ხვალდაზე შესაძლებელია, ასე ვთქვათ, ხელისუფლებისგან რაღაც კონტაქტები მიიღოს და ხელი მოიწვიოს. ბატონ რომან, ეხა ისეთი სიტუაცია აქვს ქვეყანაში, რომ პირადი თავისუფლების ისეთი ხარისხიც არ აქვს ბიზნეს დატოვებული, რომ პოლიტიკაში ვინმე მას ძალით არ ეკაჩებოდეს? თქვენ დაინახეთ ის ეგრეთ წოდებული ფორუმი, როგორ დატოქსა ბიზინა ივანიშვილმა ბიზნესმენები, როგორ მოუწოდათ მათ ბიზნეს სახალხო თუ მათ გავნა მოახდინონ დასაქმებულ ადამიანებზე, ანუ ეგრეთ წოდებული შრომით კოლექტივებზე აწარმოონ საარჩევნო პროპაგანდა და ფაქტობრივად ბიზნესმენებს დაავალა კოორდინატორების, ეგრეთ წოდებული საარჩევნო კოორდინატორების როლის თამაში საკუთარ სფეროში. ეს იყო მიმართული არა მარტო იქ დამსწრე ბიზნესმენებისადმი, არამედ მთელმა ბიზნესმა გაიგო,
რომ უნდა ევლო ასე ვთქვათ ყველა ხელმძღვანელს ასე ვთქვათ თავის ფილიალებში თუ შრომით კოლექტივებში და აეხსნა ის სიკეთეები რომელიც მოუტანა თურმე ქართულმა ოცნებამ საქართველოს ქართულმა ოცნებამ საქართველოს მოუტანა მიზერული ეკონომიკური ზრდა ახლა არის 2.7% მოუტანა ფაქტობრივად გაჩერებული ეკონომიკა მოუტანა ესე იგი წინსვლის შეფერხება და რეალურად მოუტანა სიღარიბე. მე უსმენდია ბოლო პერიოდში იგივე კვილიკაშვილის გამონათქვამს გაეროში და პარტიის ლიდერებისა თითქოს და სიღარიბე შემცირდა და რაღაც კვლევას იშველიებენ მსოფლიო ბანკისა სადაც წერია რომ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 2010-2014 წლებში. 2010-2014 წელს 3 წლის განმავლობაში იყო ის ხელისუფლება ჯერ ვთქვათ ამ 5 წელიწადში მეორეც 2014 წლის შემდეგ დაიწყო ლარის დევალვაცია მოხდა ფინანსური კრიზისი 2015 და 16 წელს ხალხი გაღატაკდა შემოსავლებმა იკლო ხოლო რომც არ ყოფილიყო შემოსავლების სიღარიბე დასაქმება იყო ბოლო წლების ზოგადად პრობლემაა საქართველოში და მე მახსოვს იმ პარტიის სლოგანები საარჩევნო სლოგანები რომელსაც ახლა თქვენ წარმოადგენთ საქართველოს სიღარიბის გარეშე და კიდევ უამრავი რაც სლოგანშივე უშვებდა იმას რომ ეს იყო სერიოზული პრობლემა ქვეყანაში მე მინდა 2 დღის წინ მომხდარ ძალიან მძიმე შემთხვევაზე გესაუბროთ ხომ არ ფიქრობთ რომ იყო რიგი განცხადებები რომელიც ასევე გააკრიტიკეთ თქვენს და შეიძლება დაგეთანხმოთ კიდეც რომ ასეთი ტიპის განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს ლამის თავი აიფეთქა გივით არგამაძემო ასეთი რიტორიკა ისმოდა ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს რომ მე მაქვს ეჭვი რომ ეს არის ტერაქტის იმიტაცია და ასე შემდეგ. ხომ არ ფიქრობთ რომ ამ განცხადებებს შეიძლება გავდეს კიდეც განცხადებები რომელიც ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიდან მოდის სადაც ლამის დამნაშავეა ნაპოვნი და იქ საუბარია სოსო გოგაშვილზე ბიძინა ივანიშვილია ნახსენები და ასე შემდეგ. ანუ რამდენად გამართლებულია ასეთ დროს ვინმესკენ კონკრეტულად თითის გაშვერა. დღეს გამოძიების გარეშე საუბარი იმისა რომ ვიღაცამ რაღაცა თავი აიფეთქა ეს არის უნამუსობა ეს არის უზნეობა უკანასკნელი შეიძლება უკაცრავად არ ხმარო ასეთ სიტყვებს იშვიათად ხმარო ნაძირლობა როდესაც ადამიანს რომელიც გადაურჩა სიკვდილს ღვთისმსხალობით რაღაცა მილიმეტრებში და ნახეთ რომ მეზობელა ასე ვთქვათ იმაში რა ქვია ტერიტორიებზე როგორ დაინგრა მანქანები აფეთქდა დაზარალდა ხალხი და ეს არის იმდენი ისეთი უნამუსობა როდესაც წინასაარჩევნოდ უნდათ ადამიანების გაბრიყვება მაგრამ არ ამგონია რომ ვინმე ეს დაიჯეროს ჯერ ერთი მეორე მხრივ ნაციონალურ მოძრაობას არასდროს არ უთქვამს რომ აფეთქება მოაწყო ხელისუფლებამ პასუხისმგებლობას აკისრებს ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას რომელმაც ამ 4 წლის განმავლობაში შექმნა სიძულვილის ატმოსფერო დაუსჯელობის ატმოსფერო ყოველდღიურად თუ არა კვირაში ერთხელ მაინც იძარცვება ბანკები ბატონო რომან თქვენს განცხადებაში ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში წერია წაგიკითხავთ რა როდესაც არის საუბარი იყო აფეთქებაზე ძალადობების სერიაზე და ასე შემდეგ და იყო თარგამაძის დასახასიათება როგორც სუვერენიტეტისთვის მებრძოლის და რუსეთთან მიმართებაში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის დაშლის წინააღმდეგ მებრძოლის იქვე წერია რომ საქართველოში კი თარგამაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის გოგაშვილის სამიზნე იყო რომელიც ამ სამსახურის დე-ფაქტო უფროსია და ანგარიშვალდებულია ბიძინა ივანიშვილის წინაშე ამ განცხადებაში რომელიც თქვენმა პარტიამ გაავრცელა არის თუ არა რაღაც ღია მინიშნებები რომელიც ასეთივე არ ვიხმართ ცუდ სიტყვებს მაგრამ არ იყო კორექტული იმ განცხადებების დარად რა თქმა უნდა გეთანხმებით რომ ბევრად უფრო ვთქვათ მძიმეა განცხადება როცა ამბობ რომ ადამიანმა თავის თავს მოუწყო აფეთქება მაგრამ მაშინ რა განსხვავება როცა ერთი საუბრობს იმიტაციას და მეორესთვის დამნაშავე დაახლოებით არის მის განცხადებაში სადღაც იკვეთება ვერსია მისივე აი თქვენ რა პასუხს ძალიან დიდი განსხვავებაა ამ განცხადებასა და პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას შორის არის ძალიან დიდი სხვაობა პრემიერ კვირიკაშვილი აცხადებს რომ არ დაუშვებს რაღაცა ეგრეთ წოდებულ პროვოკაციას და ამის ასე ვთქვათ მომწყობი თუ ჩამდენები საქართველოს მოქალაქე იქნება თუ მოქალაქეობის არ მქონე და საქართველოში იქნებიან თუ საქართველოს გარეთ და პირდაპირ მიუთითებს მიხეილ სააკაშვილზე ეს არის ქვეყნის პირველი პირისა და პარტიის ხელმძღვანელის მიერ ეს განცხადება არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი ეს არის არა პოლიტკორექტული არამედ ეს არის დანაშაულებრივი
როდესაც აი ესე პირდაპირ გამოძიების გარეშე აბრალებენ ასე ვთქვათ აბსურდულ საქციელს. ისე ვისი განცხადება გახსოვთ ესეთი, იმიტომ რომ თარგამაძის მიმართ. დიახ, სოციალურ ქსელში იყო ძირითადად ასეთი ტიპის თარგამაძის მიმართ წლების განმავლობაში ხდებოდა დევნა, წლების განმავლობაში ხდებოდა თვალთვალი. გივი თარგამაძის მიმართ აი ამ ტერაქტამდე იყო დაშინებები, სატელეფონო შეტყობინებები და ალბათ გამოძიება დაადგენს რაღაც ჩინური ტელეფონიდან რა სახის პირადი საუბრები იქნა გადმოგზავნილი მისი მეუღლის ტელეფონზე, რას ემსახურებოდა წინასაარჩევნოდ ასეთი ქმედებები. ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მაგრამ არ თქმულა არსად, რომ ტერორისტული აქტი იყო უშუალოდ დაკავშირებული ამ ქმედებებთან. აქ იყო საუბარი, რომ ეს იყო პროცესი, რომელმაც დაგვირგვინება მოყვა შემდეგ აი ეს ამ ტერაქტის სახით. ზოგჯერ ფონი შეიძლება იყოს მკვლელი, შეიძლება ამ ასე ვთქვათ ფონმა თუნდაც ის რომ ხელისუფლებისკენ იყოს მიმართული გადაბრალება, თუნდაც ის რომ ქვეყანაში მოხდეს დესტაბილიზაცია და წინასაარჩევნო ასე ვთქვათ მთელი აი ეს პროცესი ჩაიშალოს ქვეყნის მტრების სასარგებლოდ. არ არის გამორიცხული რომ სხვამაც გააკეთოს, მესამე ძალმაც გააკეთოს. ხო, ამიტომ ალბათ მაინც ჯობია რომ დაველოდოთ და იმედი ვიქონიოთ რომ ეს საქმე დესტაბილიზაციის საფუძველს. ეს არის ნაყოფიერი ნიადაგის შექმნა. ყოველთვის ქმნის აი ასეთ ექსცესებს. გამოძიებას რა თქმა უნდა ვერ დაადგენს ამ ხელისუფლების პირობებში თუ რა მოხდა რეალურად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 8 რიცხვის შემდეგ ჩვენ გავიმარჯვებთ და იქნება ობიექტური გამოძიება. იქნება გამოძიება საერთაშორისო ექსპერტების, საერთაშორისო კრიმინალისტების მოწვევით და ჩვენ დავადგენთ სიმართლეს. და ბოლოს თუ თქვენ გონილავთან დაკავშირებით გნებავდათ შეკითხვა და მზადა ვარ. კი, აუცილებლად გითხავთ, მანამდე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა თენგიზ ფხალაძემ უკრაინის დროებით ირწმუნებული მიიწვია, სადაც საუბარი იყო სააკაშვილის ჩარევაზე წინასაარჩევნო გარემოში და ამ გარემოს დაძაბვაზე. როგორ იგებთ თქვენ ამ შეხვედრის შესახებ, მოკლედ რა შეგიძლიათ თქვათ, დაეთანხმებოდით ამ ფორმულირებას, რომ სხვა ქვეყნის ოლქის გუბერნატორი თავისი მონაწილეობით კამპანიაში ძაბავს წინასაარჩევნო ვითარებას. მე მგონია რომ ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და არაკორექტული განცხადება და თანაც არჩევნების წინ ეს არ უნდა გაკეთებულიყო, მით უმეტეს მსგავსმა განცხადებებმა შეიძლება რაღაც ირიბი გავნა მოახდინოს რაღაცაზე, თუმცა არ ამგონია რომ რაიმე შეცვალოს, მაგრამ ეს არის არასწორი, ეს არის ფაქტობრივად იმ ასე ვთქვათ თეზისების გამეორება, რომელსაც ქართული ოცნება წლების განმავლობაში ავრცელებს, ის რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, ის რომ ის არის იმყოფება საქართველოში, ის რომ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი არის განდევნილი უკანონოდ უსამართლოდ ქვეყნიდან, ეს არის თავარი და არა ის, რომ ის მოუწოდებს იმ პარტიას, რომელიც მისი შექმნილია და რომელიც ფაქტობრივად ასოცირდება ამ პარტიასთან და მისი მხარდაჭერა, თუნდაც გუშინდელ მიტინგზე, თუნდაც მისი მოწოდება, ეს არის აბსოლუტურად ობიექტური, ეს არის სამართლიანი და მისი კრიტიკა მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ჩავთვალოთ როგორც პოლიტიკური სპეკულაცია. ანუ თქვენთვის მიხეილ სააკაშვილი არის ამ საარჩევნო კამპანიის მონაწილე, მოთამაშე, აქტორი და მის მიმართ რაღაც განცხადება შეიძლება დამაზიანებელი იყოს თქვენი პარტიისთვის ამ კამპანიის როგორც უნდა ისე ჩათვალოს? დიახ. როგორც უნდა ისე ჩათვალოს ხელისუფლებამ, დიახ, მისი მოწოდებები გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე, ვინაიდან მას ყავს მილიონობით გულშემატკივარი საქართველოში და ეს ემოციები, რაც მიხეილ სააკაშვილის გამოჩენამ გუშინ აი ამ დიდ ჩვენს უზარმაზარ და თავყრილობაზე გამოიწვია, ესეც მისი ერთ-ერთი გამოხატულება. დიახ, მიხეილ სააკაშვილი უყვარს ხალხს და მისი ასე ვთქვათ გამოჩენა არჩევნების წინ, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე, მაგრამ არაკანონიერი. ბოლოს 3 არჩევნები ეს იყო თქვენი პარტიისთვის ივანიშვილის ზემოქმედება დიახ, ბოლოს უკანონობა და არაფორმალური ასე ვთქვათ მმართველობა ეს არის სწორედ ივანიშვილის მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, რომელიც თვითონ ქმნის თავრობას, აკონტროლებს თავრობას. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ისეთი შემთხვევა, რომ აი დაუშვათ, ვის შეუძლია დღეს გაათავისუფლოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. უკანონო მონაწილეობაზე საარჩევნო პროცესში, ნუ ვისაუბრებთ ამაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს სხვათა შორის განცხადება. ერთადერთ ადამიანს შეუძლია დღეს სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ქვეყნის არაფორმალური
არაფორმალური მმართველი. სასაცილოა რომ გედი ფოფხაძემ და ვიღაცებმა პოლიცსაბჭოს წოდებულებმა დასხდნენ და მიიღონ გადაწყვეტილება, მოდით ახლა ჩვენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობამ და ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვარ და საპარლამენტო უმრავლესობა აყალიბებს აღმასრულებელ ხელისუფლებას მიიღოს გადაწყვეტილება რომ მოხსნას კვირიკაშვილი ან რომელიღაც მინისტრი ან კალაძე და დაუშვათ ახალი გუნდი შექმნას და შემდეგ უშინ ამბობენ რომ იცით არა ივანიშვილი არ ერევა ჩვენს მუშაობას ყველაფერში ერევა საარჩევნო სიის შედგენიდან დაწყებული მთავრობის ფორმირებაში ეს არის არაკონსტიტუციური მმართველობის ფორმა და ეს არის არჩევნებში რა ურჩევნია მოსახლეობას მთავრობა და ეს მთავრობა ეს ხელისუფლება და ივანიშვილის მასზე გავლენა თუ თქვენი პარტია და სააკაშვილის თქვენს პარტიაზე გავლენა ბოლო სამი არჩევნები ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა მეორე ადგილი არჩევნებზე დაველოდოთ ორ დღეში იქნება შედეგი ცნობილი და ბოლოს მინდა აუცილებლად გკითხოთ ლარი როგორ იქცევა ამ წინა საარჩევნო პერიოდში ძალიან მოკლედ იმიტომ რომ გიავოლსკი უკვე გველოდება ის ჩვენი შემდეგი სტუმარი იქნება ლარი იქცევა ესე როგორაც იქცევა საქართველოს ეკონომიკა. საქართველოს ეკონომიკაში არის სტაგნაცია. წინა თავს ივარდებენ ეგრეთ წოდებული საგარეო ფაქტორებით. არავითარი საგარეო ფაქტორი უკვე არ არის, ამას მთავრობაც აღიარებს ეროვნული ბანკი, რომ მოიხსნა ეს საგარეო ასე ვთქვათ შოკები, სტაბილურობა არის. თუნდაც უცხოური ვალუტის გადმორიცხვის კუთხით, რუსეთში დიდი ხანია დასტაბილურდა საბერძნეთშიც, სომხეთში, აზერბაიჯანში. არჩევნების ეშინია გარემოში სტაბილურია უცხოური ვალუტა, მაგრამ საქართველოში უცხოური ვალუტა ეცემა, კბილით იჭერს ეროვნული ბანკი, უკვე განახორციელა 120 მილიონი დოლარის ინტერვენცია ბოლო 11 დღის განმავლობაში, ბოლოჯერ დღეს გაყიდა ლარი რომ არჩევნებამდე როგორმე სული ასე ვთქვათ მიიყვანონ, უჭირავთ ხელებით, კბილებით და დარწმუნებული ვარ რომ კიდევ ერთხელ გააკეთებენ ინტერვენციას, კიდევ ერთხელ გაყიდიან დოლარებს ან ახლა ან ორშაბათს რომ როგორმე მოსახლეობის თვალში სტაბილურობის ილუზია შექმნა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც უკვე ასეთ ვითარებაში უწევს ეროვნულ ბანკს რაღაც გადაწყვეტილებებს მიღება და არ მინდა დავიჯერო რომ ეროვნული ბანკი გახდა ისეთივე ყურმოჭრილი მონა როგორც დღეს სასამართლოა და ფაქტობრივად ის სტრუქტურები რომელიც კონსტიტუციურად დამოუკიდებელი უნდა იყოს სასამართლო ეროვნული ბანკი აუდიტის სამსახური და ასე შემდეგ მოექცა უკვე მთავრობისა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის მარწუხების ქვეშ ეს თქვენი შეფასებაა და ბატონ რომა ძალიან მოკლედ კი თუ არა ვინაიდან მაინც წინა საარჩევნო ეთერებია თქვენი პროგნოზით წარმოგიდგენიათ თუ არა ვითარება როდესაც ოცნება და ნაციონალური მოძრაობა კოალიციურ მთავრობას შექმნის ასეთი ვერსიის დონეზე ამის დაშვება შეიძლება თუ არა კი თუ არა მხოლოდ ესე მოკლედ იმიტომ რომ გაითიშება ჩვენი ხმა და კავშირი ჩვენ არ დავჭირდება კოალიციის შექმნა ქართულ ოცნებასთან ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული ვინაიდან ჩვენ ამ შემთხვევაში დღევანდელი ჩვენი მონაცემებით თუ არჩევნები არ გაყალიბდა ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ნაციონალური მოძრაობა შექმნის ახალ მთავრობას რომელიც საქართველოს მისცემს ახალ ბიძს ახალ ენერგიას და ჩვენ გავაგზავნებთ იმ რეფორმებს რომელიც ერთხელ უკვე ვაჩვენებთ მსოფლიოს და ჩვენ ვაჩვენებთ საქართველოს მოსახლეობას თუ როგორ უნდა დასაქმება თუ როგორ უნდა კეთილდღეობის შექმნა და თუ როგორ უნდა თითეული ადამიანისადმი ზრუნვა. ბატონ რომან, დიდი მადლობა ვემშვიდობებით რომან გოცირიძეს და ნაციონალური მოძრაობის ოფისს და ახლა გადავდივართ ჩუღურეთში, სადაც დასკვნითი შეხვედრა გამართა გია ვოლსკი, მის მაჟორიტარობის კანდიდატია ჩუღურეთის რაიონში. ბატონ გია, საღამომშვიდობისა. დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. ბოლო შეკითხვა რომელიც დაუსვი ბატონ რომან გოცირიძეს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს იყო ასეთი ჰიპოთეტურად წარმოგიდგენიათ თუ არა ვითარება როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ და